კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვერთით, გეტყვით, რომ მე გადაცემის წამყვანი ლიზა კვესელოვა ვარ და ჩვენ ეთერში ახლა ინტერაქტივის დროა, ვინაიდან დღეს არის 27 დეკემბერი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ერთგვარი წლის შეჯამება გავაკეთოთ, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, სოციალური და ყველა სხვა მიმართულებით, ამიტომ მოვისმენთ დღეს ჩვენი მაყურებლისა თუ რადიო მსმენელის შეფასებებს, როგორი წელი იყო 2024 წელი და რა მოლოდინი გაქვთ 2025 წლის მიმართ, ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერზე 2388-105-ზე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თქვენი შეფასებები, თქვენი მოსაზრებები ღია ეთერში გააჟღეროთ და დააფიქსიროთ. ჩვენ ამ წლის განმავლობაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა ეს იყო არჩევნები პოლიტიკურად, რომლის ბედიც ჯერ კიდევ ვიტყოდი რომ გადაუწყვეტელია, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ ყოველდღიურად ქუჩაში გამოდიან არჩევნების შემდეგ ადამიანები გაყალბებულ არჩევნებს და იმ მოცემულობას აპროტესტებენ, რომელიც ქართული ოცნების გადაწყვეტილებას მოყვა. 21 დღეა დღეს პროტესტის და აღსანიშნავია რომ პოლიტიკურ ნაწილში ასეთი მოცემულობა გვაქვს და ეკონომიკურ ნაწილზეც ბევრს ვერაფერს ვიტყვით სამწუხაროდ კარგს, იმიტომ რომ როგორც ჩვენ მოვისმინეთ, მაგალითად სტუდია ნომერი 8-ის ეკონომიკურ შეფასებით ნაწილში ექსპერტთან საუბრისას განსაკუთრებული წელი არც ეკონომიკურად არ ყოფილა, გქონდა რაღაც სახის მიღწევები, რაღაც სახის ჩავარდნები, თუმცა მნიშვნელოვანი ისეთი რომ ქვეყანა ან წარმოებლელი გამხდარიყო, ან რაღაც ის ვთქვათ ინოვაციური მიღწევები, ან ასე შემდეგ რაიმე ვქონოდა ეკონომიკაში, თუნდაც არ ყოფილა. ძირითადად ვუსმენთ იმას, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ასეთ პოზიციას იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას უკეთესი მომავალი შევუქმნათ, თუმცა ვხედავთ, რომ არც ეკონომიკურად და არც პოლიტიკურად ეს უკეთესი მომავალი სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ დაუდგა ჩვენს ქვეყანას. მოვუსმინოთ პირველ მაყურებელს და პირველ შეფასებას, მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ. მოგესალმები გენაცვალ. როგორი იყო 2024 წელი იყო მძიმე. როგორი მაქვს მოლოდინი 2025 წლის ველოდები უარეს. იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც წესით ჩვენს ბედზე უნაზრუნავდნენ და ჩვენს ბედს უნაწყვეტდნენ, საერთოდ არ არიან დაინტერესებული ამით. აი უბრალოდ საკუთარ კარმუშკას, ესე რომ ვთქვათ, ბოდიში ამ ტერმინისთვის იფართოებენ, უფრთხილდებიან, მოსასვლელს უნდა რომ ამ კარმუშკას დააჯდეს, ხოლო ვინც არის, იმას უნდა რომ ეს კარმუშკა ხელიდან არ გაუშვას. მეტი არაფერი არ ხდება, ხალბატონო. და ის ხალხი ქუჩაში როა გამოსული, იმიტოა გამოსული ქუჩაში, რომ არც ერთხელ თავისი სიტყვის პატრონი არ იყო ის გუნდი, რომელიც დღეს ხელისუფლებაში არის შემორჩენილი რაღაცნაირად. აი, როცა ამბობენ, თან გვეუბნებიან, რომ იცი, რა ჩვენ რო არ ვიყოთ იქ მეორე ფრონტი თუ მესამე ფრონტი თუ რაღაც. ხალხო 2019 წლის ივნისის მოვლენები, ვისაც გახსოვთ, მაშინ საერთოდ არ იყო ფრონტის გახსნის საშიშროება. აი ეს კაცი, ვისაც თავი პრემიერ-მინისტრი გონია, ხო, არის სახიფათო ქვეყნისთვის რა, გამოვა დაახეთქებს ისეთ რამეს, რომ შეიძლება მილევად რეჟიმში მყოფი პროტესტი თავიდან გააცოცხლოს თან არასაჭირო განცხადებით რა. სადმე გადამალეთ ან დაშლილებში ჩააბარეთ რაღაცა უკეთ. გასაგებია, მადლობა ზარისთვის და შეფასებისთვის. ძალიან საინტერესო შეფასება მოვუსმინეთ და მოვუსმინეთ კვლავ მორიგ მაყურებელს. როგორ შეაჯამებთ 2024 წელს? ალო. გამარჯობა, გისმენთ. ბოდიში, გალბატონო, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. და ძალიან ცოტ პასუხი ამაზე სრულად. ეს არტიპორო იმასთან ერთად რო იხავდეთ და სადაი კარგად რატო არ გამოღავს, ასე რაღაცა გითხარით და მის შესახებ, ეგე? თუ შეიძლება ჩვენს კითხვას უპასუხეთ და შემდეგ მე გაგცემთ პასუხს. კითხვა რა შეაშვილო? 2024 წელი როგორი იყო, როგორ შეაფასებთ, შეაჯამებთ? ძალიან ცუდი, მაგრამ ახალი წელი შეიძლება გვეშველოს. აგენი მოსაჟორებელია. ეგე ნაციონალები მოსაჟორებელია. კი ბატონო, მადლობა ზარისთვის, რაც შეეხება თქვენს კითხვას. ალტინფომ თავად განაცხადა, რომ ისინი იხურებიან დროებით, როგორც მე მახსოვს, ასეთი განცხადება გააკეთეს ტელევიზიასთან დაკავშირებით და რაც შეეხება პერსონალურად მათ სახეებს, ისინი ღამის ეთერებში ჩვენთან დადიან ხოლმე სტუმრად და ამიტომ მე ამ თემაზე აღარ გავჩერდები. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, რომელიც შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და როგორი იყო 2024 წლის შეჯამება, როგორი იყო ეს წელი? გისმენთ?
გამარჯობა, გისმენთ, როგორი წელი იყო 2024? გამარჯობათ. 2024 წელი ხალხისთვის იყო ცუდი. ვინც გვინდოდა ოპოზიციაში, ის ოპოზიცია ის ჩამოიშორეს და ყავენ ისეთი ეს რაც გააკეთეს ეს ყველაფერი აქციები გააკეთა იმ ოპოზიცია. მაგის კი არ გაუყალბეს, მაგის უნდოდეს სახელმწიფო გადატრიალება და პირველი ის თანამდებობები უნდოდნენ პრემიერ-მინისტრის და პარლამენტი მთლიანად და ვისაც გაუყალბეს ალტინფოს ამ გაერთიანებას ესენი შორიდან უყურებენ რომ რა ხდებაო და ისინი აპროტესტებენ ვისაც არ გაუყალბეს და აჩუქეს 40%. ეს მოხდა და ყველაზე დიდი უსამართლობა ისა რომ სიმართლეს არ ვამბობთ სიმართლეს რუსეთის დროს ყვაო და საქართველოს რუსეთმა გახადა ჩაკეტა საზღვრები გააფართოვა ხალხი იყო ძალიან ბედნიერი რა ვიცი ჩანდა ყველაფერი საუკეთესო ქართველები ახლა არ ვიცი ეს ქართველებია მაგურთებია მადლობა ზარისთვის და რა ცუდია როდესაც აი ასეთი შეფასება მესმის რომ რუსეთის დროს ყვაო და საქართველო და ამ დროს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ ევროპა ძალიან ბევრად უფრო წინ არის ჩვენ ევროპისკენ მივდივართ მივისწრაფით რომ გვინდა ევროპული განათლება ევროპული მომავალი ამას დაემსგავსოს ჩვენი ქვეყანა და აი ასეთი შეფასებები ვკეთდება ესე იგი ჩვენ ამ მთელი წლების განმავლობაში არაფერი გვიკეთებია ისეთი რომელიც ადამიანებს მიახვედრებდა და აგრძნობინებდა თავს იმას თუ რეალურად რა არის ეკონომიკური განვითარება, რეალურად როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რა არის დემოკრატია და ასე შემდეგ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. სრულად ვეთანხმები პირველ გამომსვლელს. დამატება რამის მართლა ზედმეტიც იქნება, რაც მას თქვა, აბსოლუტურად ყველაფერი სწორი იყო და აი ღმერთმა ქნას რომ 25 წელში მოვიშოროთ მართლა ეს სატანები. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა ზარისთვის, იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. მოусმინოთ კვლავ მორიგ მაყურებელს, ვინაიდან ძალიან ბევრი ზარი შემოგვდის. მოგესალმებით. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ვისაუბრო? კი ბატონო, გისმენთ, ტელევიზორს ჩაუწიეთ უბრალოდ ხმა. კი ბატონო. გამარჯობა კიდევ. გამარჯობა. რა მინდა გითხრათ? ანტიპოსთან დაკავშირებით რო გამოდის ხალხი და ლაპარაკობს. მე ჩემი აზრი გამაჩნია მაგაზე. თუ გახსოვთ ანტიპოს გაუუქმეს ყველა გზა, მოუწეს ყველა გზა, ყველა პარტიასთან შესაძლებელი. ბატონო, ეხა მაგაზე ვერ ვისაუბრებთ რა, ძალიან გთხოვთ. ხოლოდ გუხსეს თქვენსკენ გზა. სხვაგან ჩოუჭრეს გზა, გუხსეს გზა. მაგერმა ჩაგძირა თქვენ. ხოურევ როგორც დამთავრდა, შეიძლება გაქრენ ხელად. მაგერმა ამას უნდა დაგვირება, რას გააკეთეს მაგერმა. სპეციალურად გააკეთეს მაგ კარგით. ეკონომიკურად როგორი წელი იყო ჩვენი ქვეყნისთვის? თუ შეგიძლიათ ამ ნაწილზე მაინც გვიპასუხოთ. დამაქცევარი ყველაფრის. კარგით, მადლობა. მე მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს გთხოვთ, რომ აი ასე სხვადასხვა თემებზე საუბრის დროს შემდეგ იკარგება მთავარი ჩვენი ინტერაქტივის მნიშვნელობა და გთხოვთ კონკრეტულად უპასუხეთ, როგორი წელი იყო 2024 წელი თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად, რა შეფასებას გააკეთებთ ამ წელთან დაკავშირებით და 2025 წლის მიმართ რა მოლოდინი გაქვთ? მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. კეთილი ბატონო, დღემშვიდობისა 2024 წელი კარგი იყო ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ასევე ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეს მოძალადეები ნაძბან და ნაცეთ დამოვიძილებთ და ღმერთით მშვიდობით გავაგრძელებთ შრომას, ლოცვას და წინსვლას. რაც შეეხება 2025 წელს, ის ყოველთვის იქნება იმაზე დამოკიდებული თუ რამდენს ვიშრომებ და რამდენს ვილოცებ. თუ ვიქნებით ხელდაკრეფილი, არაფერი არ გამოგვივა. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებას, თქვენ ბევრი შეცდომა დაუშვით. გინდკეწინოთ გინდა რა. ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ პატრიოტთა ალიანსზე და ამიტომ ძალიან გთხოვთ რა. ის ასაც გეუბნები.
კარგი, დაგემშვიდობებით. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ კონკრეტულად პერსონალურად მაგალითად პატრიოტთა ალიანსზე ან ობიექტივზე არ ვსაუბრობთ ახლა ჩვენ ვსაუბრობთ თქვენზე, თქვენთვის როგორი წელი იყო, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, ამიტომ ძალიან გთხოვთ უპასუხოთ ამ კითხვებს და ნუ დავკარგავთ საეთერო დროს ბოროტად, იმიტომ რომ ბევრი ზარი შემოდის პირდაპირ ეთერში. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. ქალბატონო, არ გამითიშოთ მეორედ ვრეკავთ, ორ სიტყვას გეტყვით. გისმენთ. ორ სიტყვას. ქალბატონო, თქვენ ევროპას მასწავლით, ან ვინმე სასწავლით 24 საათი რუსულ და ევროპულ არხებს უყურეთ და თქვენ რომელ დემოკრატიას მისტირით, ძაღლები რომ მიუსიეს ევროპაში, საფრანგეთში ახალგაზრდებს და დააგლეჯინეს თუ ბორელმა რომ თქვა ჩვენო 60 ვართ და დანარჩენი მსოფლიო ჯუნგლებიაო თუ მესამე ევრო უკრაინელებს რომ ეუბნებიან ბოლო უკრაინელებამდე გაწყდით. კი ევროპა რა თქმა უნდა, მაგრამ დღევანდელ ევროპაზე გეკითხებით ფაშისტის სვასტიკებით და პიდარასტებს კარგით ეხა რა ქალბატონო, არაკორექტულად გამოხატავ თქვენ სათქმოს, უკვე მეორეჯერ გვიკავშირდებით და მე არაფერი არ შემიძლია გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ დაგემშვიდობოთ და ძალიან გთხოვთ მოგვეცით საშუალება, რომ მოვუსმინოთ მაყურებლებს და მოვისმინოთ შეფასებები სხვისგანაც. მოვუსმენთ ახლა მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. როგორ შეაჯამებთ, შეაფასებთ 2024 წელს? გამარჯობა, გისმენთ? გესმით ჩემი ხმა, ღია ეთერში ხართ? სამწუხაროდ არის მის მაყურებელს ჩემი ხმა, როდესაც დაგვიკავშირდებით, ჩაუწიეთ ტელეფონს, ტელევიზორს ხმა, რომ უკეთესად მოვისმინოთ თქვენი და ტელეფონით ისაუბრეთ აუცილებლად. მორიგი მაყურებელია, კვლავ პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ? კვლავ გაითიშა ზარი, როგორც ხვდები, 2-388-105-ზე გვიკავშირდებით და ვაფასებთ როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს 2024 წელს. მოგესალმებით. გამარჯობა, ქალბატონო. ახლა რატო რეკავ ისი გეფიცებით გული მეტყინათო. ხალხი რეკავს და რა ის ალტინფო, რა ის პატრიოტ ალიანსი, ბიჭო, თუ ხარ მომიტევეთ გოგონი, თუ ხარ თო პატრიოტი, თუ გიყვარს ჩემი ქვეყანა, შენი ქვეყანა, ანუ საქართველოს ვის ვაბრალებთ რა? ჯერალდი ალტიფო იყო რომ 2024 წლის შეჯამებაზე ვსაუბრობთ, ბატონო. კი, ზუსტად მაგას ვამბობ. 24 წელს იყო ზუსტად ალტიფო რო ავიდა, აი ჩვენი ძმები, ჩვენი ხალხი, ნუცუბიძეზე თუ გახსოვთ, ეს დრაგ შოუ თუ რაღაცა კლესობა რო ჩავშალეთ. და მერე კიდე მომიტევეთ გოგონი და კიდევ ერთხელ რა მე კიდე ბიჭო, თუ გიყვარს საქართველო, გამოდი და თქვით და მესამე, აი უპირველესი რა, ამ ბალღებს, აი ბავშვებს, ნუ ვრევთ ამ ჩვენ პოლიტიკაში, ჩვენ რამე გაგვაჩნია, აი მომიტევეთ რა კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო, ჩემი ძმა, ჩემი კორპოტა, ვის თქვენთან გამოდის და ჩემი ინაშვილა, სულ ყველა ხართ ჩემები, თუ რამე გინდათ, კაცო, გამოდი და თქვით და აქ ნურეკავთ რა რაღაცა ვითომ ალტიფო და ის მოდი კაცო ალტიფო კი არა პირი გამოირეცხეთ დაგემშვიდობებით, მადლობა თქვენს იმისთვის რომ დაგვეკავშირდით პირდაპირ ეთერში. მე მესმის რომ აღელვებული ხართ და მე მესმის რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი რეკავს და სხვადასხვა საკითხებზე გინდათ საუბარი, თუმცა ჩვენი ეთერებით ყოველთვის გვაქვს ხოლმე სხვადასხვა თემები და შეგიძლიათ ამ დროს დარეკოთ. დღეს ვსაუბრობთ 2024 წლის შეჯამებაზე, ზოგად სურათზე და არა მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაზე, ქართულ ოცნებაზე ან პოლიტიკურ პარტიებზე და პატრიოტთა ალიანსზე, ამიტომ ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ისაუბრეთ ზოგადი კონტექსტიდან გამომდინარე, მაგალითად პოლიტიკურად როგორი წელი ქონდა ჩვენს ქვეყანას, მაგალითად ეკონომიკურად თუ იყო რაიმე სიახლე, თუ ეკონომიკაში შეიცვალა რამე თქვენი ოჯახისთვის გაუმჯობესდა თუ არა რამე თქვენ ოჯახის ბიუჯეტზე აისახა თუ არა ის ეკონომიკური წინსვლა და წარმატება, რომელიც ამ წელს უნდა მიიღოთ ჩვენს ქვეყანას და აი ასეთ ჭრილში რომ გადავიყვანოთ საუბარი და დიალოგი თუ შეიძლება. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. მოგესალმებით. როგორ არა წარმატებულიყო აშენდა ქარხნები, ფაბრიკები, როგორც ცუდი ახლა შეზე გეტყვით ყველაფერს რა აშენდა. აშენდა განვითარდა როგორც საქართველოში არა, სხვა ქვეყანაში, ამერიკაში ალბათ.
რა ვიღაცა პირადულზე ეთქვის კაცო მაგი არის ახლა მოდის და უზრუნველობა რა და თქვენაც საკუთარ შევლება გაქვთ რა აზრი აქვს მაგსტამოს ზეგები ეს რაში ბაშები კარგად ავიწოს რა საკუთარ ვილაპარაკო სუდად მესმის თქვენი ხმად, სუდად მესმის, თუ შეიძლება ტელევიზორს ჩაუწიეთ. ევროპა რო დაუშვებია, ჩვენ რუსეთს დავეციო, ჩვენ და მე გავუსწრო და მე ვიცნობ ევროპაზე. კარგი, რუსეთის თვითონ დაგავის ცხოვრება არის და შედარება არა ჩვენთან, კაცო. ჩამორჩენილია ყველანაირ. კი ბატონო. ყველა სფეროში. გასაგები. ეს სფეროში არის, აი, ისა რა ქვია, კატასტროფა არის. რა ევროპაზე მე ლაპარაკობს. კარგი იყო დრო ის პერიოდი, როცა რუსეთთან ვიყავით კარგად. რა თქმა უნდა, კარგი იყო. უარესობა და უარესობა ყოველ წელიწადს. და ათი უარესი იქნება კიდევ. და ევროპაში სინგაპური კიდევ გასაგებია, მადლობა შეფასებისთვის. მე ძალიან ცუდად მესმოდა სტუდიაში თქვენი ხმა და კიდევ ერთხელ გამომეორდები ორი ხმა შემომდიოდა პირდაპირ ეთერში, ერთი რომელიც თქვენი ტელევიზორიდან ისმოდა და მეორე რომელთაც თქვენ ტელევიზორში, ტელეფონში საუბრობდით. ამიტომ ძალიან გთხოვთ დაუწიეთ ხმას ტელევიზორს, ოდნავ მოშორებით იყავით, როდესაც დაგვიკავშირდებით და ისაუბრეთ ტელეფონით, მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. ღია ეთერში ხართ. გამარჯობა. ამდენ ხშობა ხათა გილოცავთ ყველას. მეც გილოცავთ წინასწარ და ასე ვთქვათ. პირველი სასიამოვნო იყო რომ პარლამენტში პენჭის კრის დროს ხუთი პარტია შევიდა. ეს მოსწრება იყო ძალიან დიდი. ეს დამსახურება ძალიან დიდი. ამას უნდა კარგად შეფასება, კარგად დაფასება, არა ქუჩაში გამოსვლა. მე შეამოვნებდა რომ პარლამენტი იქნებოდა ისეთი როგორც უნდა იყოს ნორმალ ქვეყანაში. კამათი, კანონების გარკვევა, ახლის შექმნა, ახლის წინააღმდეგობის წარმოქმნა შემდეგ. მეორე რომ ძალიან კარგი წინააღმდეგები არის, როდესაც ონკოლოგებს ეხმარებიან. ავადმყოფებს ეხმარებიან და ეს გაძლიერდა. ძალიან ცუდია რომ სკოლაში არასწავლიან ენას. სამშობლოს სიყვარულს რო არასწავლიან. ძალიან ცუდია. გასაგებია, მადლობა ზარისთვის, ბევრი მაყურებელი გვიცილობს რომ დაგვიკავშირდეს, ამიტომ მე დაგემშვიდობეთ და მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ, როგორ შეაფასებთ 2024 წელს? ჰალო, გამარჯობა. გამარჯობა. გილოცავთ ლიზი ახალ წლებს და მთელ საქართველოს. მეც გილოცავთ ჯანმრთელობის მხრივ ლაპარაკობ შეფერხებით. ეკონომიკას რაც შეეხება საშუალო რა ასე თუ ისე მშვიდობა არის შვილო რა მშვიდობა რაც თავარია და შრომელი ადამიანი ვისაც შრომა არ ეზარება ყოველთვის რაღაცას თავს გაიტას. ახლა საშუალო ფენაზე ლაპარაკობთ ზემოთ და სხვადასხვა სამსახურებში იცით როგორი კარგათაც არიან და მეცან კარგათაც ამყოფოთ. მე ყველა მიხარია წარმატებული და მილიონერიც და მილიარდერიც. და ჩვენ ახლა რაც შეეხება ამ აქციებს შელა ეს ზურაბიშვილის წამოწყება ბოძის მოგიხდით. მაგი რო აგენტი არ ყოფილიყო და ყოფილიყო ნამდვილი ქართველი სულით გულით და აი ჩვენნაირიო საქართველოს გულზე მე თავს გავწირავ და არ გამომტოვი არც ერთი აქციები და არც ერთი ომი. აი ესეთი რო ყოფილიყო ყველაფერი იქნებოდა კარგად. როგორი კარგი ერთმანეთი როგორ უყვარდათ ახალგაზრდობას და ეხლა ძალიან ბევრჯერ ვტირი ვარ, რასაც უყურებ. ეს სხვა საკითხია. კიდე აი თქვენ მაგალითად კობახიძის განცხადებაში ვერ ხედავთ ქალბატონო პრობლემას. მას რომ არ ეთქვა რომ ვაჩერებთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს. აი ამ შემთხვევაში მოხდებოდა რამე ჩვენს ქვეყანაში? ვერ გავიგე, გამიმეორებშილო. თქვათ კობახიძეს რომ არ გაეკეთებინა ის განცხადება. ხო, კი, აი ერთი წამით, აი ეგ რაღაცა ძალიან ცუდ დროს გააჟღერა. ცუდ დროს. იჩქარა თუ რა ვიცი, ხლა კობახიძე არის ძალიან განათლებული და ძალიან არ ვიცი, ხლა მე არავინ არ მეჯავრება, ყველა ძალიან მიყვარხართ. აბსოლუტურად მთელი საქართველო, მაგრამ მადლობა, დიდი მადლობა მოვისმინეთ თქვენი შეფასება და მორიგ მაყურებელს უნდა მოვუსმინოთ. მოგესალმებით, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ.
გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმები ლიზიკო გენაცვალე. ეს არ გახლავს ლიზიკო შვილო ჭეჩერისეული ევროპა. ეს გახლავს ის ევროპა, რომელიც ყველანაირ კანონმდებლობას არ ღვევს. თვალებს ხუჭავდა ყველა უმსგავსოებაზე. რა, როდესაც შეიქმნა კორონავირუსი და ხალხს მასიურად ჟუჟავდნენ. და რომელიც ჩვენი მთავრობისგან ცხოვრობდა კრიმინალების განთავისუფლებას. ასევე ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩაეფრია საქართველოს აი ამ ძმათა მკვლელ სისხლის ბურელ ომში და ისევე გაენადგურებინა სამი რესპუბლიკა, როგორც გაანადგურეს უკრაინა. მაგრამ ღმერთმა არ აღივსა, მართლა ღვთისმშობელმა გადაგვარჩინა. ჩვენ არ გვინდა ასეთი ფაშისტური, ლიბერალურ ფაშისტური ევროპა. აი როცა ევროპა დაიბრუნებს თავის პრესტიჟს, თავის ავტორიტეტს, რაც იყო ტეჩერის დროს, აი და საერთოდ ევროკავშირი აღარ იარსებებს, ჩემო ლიზიკო. დადგება დრო, მე შემოვალ ეთერში და შენ მე ესე იგი რა ქვია გასაგებია, მოვისმინეთ ქალბატონო თქვენი შეფასება, ცოტა დრო გვაქვს და ბევრ ადამიანს უნდა მოვუსმინოთ და მადლობა მოვუსმენთ შემდეგ შეფასებას. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. გესმით ჩემი ხმა, გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ. ხო, რას გეტყვით იცით განცვალე? კომუნისტების დროსაც იყო ზარმაცი და უარგესი უკნარა და ახლაც არის. სამუშაო ადგილების წიშოება, ყველაფერი წიშოება. ასე რომ ძალიან კარგი დრო იყო ის რომ ბომბები არ ფლოდა, ომი არ იყო, თუ გაინძრევი ადამიანი ყველაფერი გექნება. თუ არ გაინძრევი, ობი შეგჭამს. ობი მოგეკიდება, ობი შეგჭამს. მომავალი წელი ძალიან კარგი იქნება. თქვენ ახლა ახსენეთ ინა გასაგებია, მადლობა, ბევრი ზარია და ამიტომ მოვისმინეთ თქვენი შეფასება და აი ამ გამრჩობილ ნაწილზე ბოდიშს გიხდით, მოვუსმინოთ კვლავ მორიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობა. გამარჯობა. 2024 წელი როგორი იყო ბატონო თქვენთვის? დიახ, ეხლა იგეთქვით ბატონო. პირო, რა წელი იყო 2024 წელი? ხალხი მშიერია. კაჩაღები გიზდებიან. ხალხი მშიერია, პული არ არის ფილო. აბა რა, როგორი 24 წელი იყო? ფიდობა იყო, მაგრამ ეს რა არის, შიმშილობა რო არის. მარტო ეს კაჩაღები გიზდებიან, ფედიოთ ქშივლები. პენსია რა პენსია არის? რა პენსია არის? ასე გავახურდა, ვერაფერს ვერ აღვიძნო. ყველაფერი ძვირი. ჩესლის პასია, ხილი, მოსლეული, ყველაფერი, აი რაც კი დაადეთხეს რა. აი, სამაგად გაგვიდა ყველაფერი, ფილო. რა ვქნა ჩვენ ახლა? ხალხი მოწოდუარი. ეს ჩვენი წელი იყო, არ ვარგოდა, ეს სიკვდილი და სიკვდილობა. კი ბატონო. მადლობა ზარისთვის და მე მომიტევოს ჩვენმა მაყურებლებმა იმ ადამიანებმა, რომლებსაც ასეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ყველაფერი კარგადაა ჩვენს ქვეყანაში, რომ მშვიდობაა და ყველაფერი როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად დალაგებულია, ამ ადამიანის უფრო მწამს და მჯერა და ამ ადამიანს უფრო ვეთანხმები აი ამ პოზიციაში, როდესაც ის ამბობს, რომ ძალიან უჭირს და როდესაც ის ამბობს, რომ ყველაფერი გაძვირდა და ახალი წელი მოდის და აქედან გამომდინარე მას არ შეუძლია კარგად შეაფასოს ეს მოცემულობა. მეც როგორც ერთი მოქალაქე შევდივარ სავაჭრო ქსელებში და როდესაც იქ ფასებს ვხედავ, თუნდაც ეკონომიკურ ნაწილში არ შემიძლია ამ ბატონს არ დავეთანხმო, როდესაც ვხედავ, რომ წიწიბურა 7 8 ღირს, ბრინჯი იქნება ეს თუ ასე შემდეგ, ზეთი, პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფრის შემდეგ როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ მაგალითად ეკონომიკური კეთილდღეობა გვაქვს და ან თუნდაც პოლიტიკური პროცესები წესრიგშია, როგორ შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც ვხედავთ ადამიანები 30 დღეა ქუჩაში გამოდიან, ქვეყანას მოსვენება დაკარგული აქვს, ერთი ადამიანით რომ იდგეს ქუჩაში ეს ხომ უნდა გვაღელვებდეს, გვადარდებდეს და ვხედავთ ახალგაზრდები აქეთ მხარეს არიან, იქით მეორე მხარეს ხელისუფლება, მუდმივი დაპირისპირება და მუდმივად ისეთი თემებია დღის წესრიგში, რომელიც მოსვენებას არ აძლევს, არც ადამიანებს, არც დასაქმებულ ადამიანებს, რომლებმაც უნდა იმუშაონ, თავიანთი საქმე აკეთოს და ყველა ძალა
დაუნებურად აი ამ პოლიტიკურ პროცესებში არის ჩართული. ეს არ მგონია კარგი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და ახლა მოусმინოთ მორიგ მაყურებელს და თქვენ შეფასებას მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობათ, აი წეგანას დავურეკე და მე მინდა აი ძალიან კარგად საუბრობს რა. მართლა ესია, არ ვიცი. აი პირდაპირ გეუბნებით, ხელფასი მაქვს რაღაც, კი, მადლობა ღმერთს, რომ მუშაობ, 800 და არ მაქვს ხელფასი, მაგრამ არაფერში აყურის. ჯერ ბანკი მწესავს. ბანკებს თავი დაუნებოს, აფცია კი დიაბეტიანი კაცი ვარ, აფცია კი მწესავს. აი გებისებით ელემენტარული სწორედ გამიგეს, კი ვარ, აი გებისებით ხორცი მენატრება, აი სწორედ გამიგეს რა. აი ნუანსია ეკონომიკური მდგომარეობა. ახლა თუ რაღაცა ცვლილებას არ შეიტანს ხალხი ამ ჩვენ მდგომარეობაში, მაშინ იცი რა იქნება? ხან ნაცი, ხან კოცი. ასი არ არის რა. მოდი ხალხი ვარ, რამდენი კაცი ვიცი, რომ გებისებით არც ერთი არ უნდა, არც ერთი არც მეორე და ხომ შეიძლება სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. რა ვიცი მე ვანომი გავაფერა და პირდაპირ ვიზახი არავის არ რეკლამას ვაკეთებ ერთ-ერთი ტელემაუწყებლობა ობიექტივი რომელიც აშუქებს სრუფასოვნად ყველაფერს და ხალხო ხმა მოიღეთ გთხოვთ რა აი ხმა უნდა ამოვიღოთ ასე კი არა რომ ახალგაზრდა და ბავშვებს გადავაბრალეთ ყველაფერი არა ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხმა და ასე კი არა რომ ძალადობით შევცვალოთ ხმა და არა არჩევნებს გიტყვოთ ეს არჩევნები მე ვერ გავიგე აი გოგონი მომიტევეთ ხალბატონ და ვერ გავიგე აი არ ვიცი არც ერთი ზრიადის მერე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა სრულფასოვანი არც ერთი არ ყოფილა სწორი ნიშა მოვიდა გრიშა მოდისო გრიშა მოვიდა ნიშა მოდისო და გენასორეთ გუშინ და გილოცავთ მადლობა მეც გილოცავთ მრავალს დაესწარით და გისურვებთ რომ მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და თქვენს ოჯახშიც მოусმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა ღია ეთერში ხართ ისაუბრებთ როგორ აჯამებთ 2024 წელს გამარჯობა პირდაპირ ეთერში ხართ გესმით ჩემი ხმა თუ შეიძლება ღია ეთერში ხართ ისაუბრეთ გისმენთ ალო გამარჯობა ბატონო ისაუბრეთ არ ვისაუბროთ 2024 წელი როგორი იყო განვლილი წელი თქვენთვის ჩვენი ქვეყნისთვის როგორ შეფასებას გააქვთ ძალიან კარგი იყო ჩატარდა მშვიდობიანი აქციები გისმენთ ისაუბრეთ გელოდებით არჩევნების არ გაყალბებულ არაფერი და კარგი წელი იყო 2024. ეკონომიკური თვალსაზრისით რას გვეტყვით, როგორი წელი იყო? გაითიშაზარი, არ ვიცი ეს ირონია იყო თუ ეს თქვენი შეფასება იყო, რატომღაც ძალიან ცუდად მესმოდა თქვენი ხმა პირდაპირ ეთერში და თან ტელევიზორზე გქონდათ აწეული და ელოდებოდით ჩემი ხმა რომ იქ მოგესმინათ. როგორია შეფასება იმ პროცესებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმედ ვითარდება ბოლო დროს და როდესაც წლის შეჯამებას ვაკეთებთ, გვერდს ვერ ავუქცევთ, პოლიტიკურად უმძიმესი სურათი გვაქვს დღეს ჩვენ ქვეყანაში და ეკონომიკური ნაწილიც უნდა შევაფასოთ, სოციალური ნაწილი უნდა შევაფასოთ და ზოგადად როგორ აფასებთ 2024 წელს და რა მოლოდინით ეგებებით მაგალითად 2025 წელს მოусმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ ალო გესმით გამარჯობა გისმენთ ბატონო გესმით ჩემი კი ბატონო მესმის თქვენი ხმა ისაუბრეთ ძალიან მოკლედ მინდა რო გითხრათ ძალიან მოკლედ მინდა რო გითხრათ და სხვასაც მიეცეს საშუალება კი ბატონო აი მაგ შეფასებასთან დაკავშირებით ალო გისმენთ ისაუბრეთ აი ჩემი შეფასება ესეთია თვითონ ხალხი ისეთი აგონიაშია ჩავარდნილი არავის არ უნდა მუშაობა არავის აი სახში ჩაის არ ადუღებს ისიც მიტანის სერვისებზე უნდა რომ გადავიდეს აი უბრალოდ ელემენტარულად და ეს იწვევს ქვეყანაში ამ პროცესებს რომ სახში ვიღაცას ჩაის მოდუღება ეზარება ჩვენ გვყავს იურისტები ეკონომისტები უნდა გამოვიდეს ხალხი არ არის აუცილებელი მიტინგი შეიკრიბოს ფილარმონიაში და დაასაბუთოს რომ მომავატეს რა იქნება შემდეგ რა იქნება და ხალხი რო დაინახავს თვითონ აერჩევს მე ხალხი აქ უნდა იყოს ცოტა დობით აქტიური პიროვნება დღეს არ არსებობს დობით აქტიური პიროვნება
თუ ყველა თავისკენ იქაჩება. მადლობთ ყურადღებით. კარგით, მადლობა ზარისთვის. როგორია თქვენი შეფასება 2024 წელს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში, როგორც პოლიტიკურ ნაწილს განვიხილოთ, ასევე ეკონომიკურს და მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. ღია ეთერში ხართ. გამარჯობა გისმენთ. თუ შეიძლება პირველ რიგში ჩაუწიეთ ტელევიზორს, არ მესმის თქვენი ხმა, მხოლოდ ტელევიზორის ხმა მესმის. ჩაუწიეთ ტელევიზორს ხმა, მესმის მხოლოდ ჩემი საუბარი, ბატონო. სამწუხაროდ გაითიშა ზარი, თუმცა ჩემი მრავალჯერ თხოვნის მიუხედავად ვხედავ, რომ მაინც არ ითვალისწინებთ ჩემ თხოვნას. ძალიან გთხოვთ რა, ტელევიზორს ჩაუწიეთ ხმა, იმიტომ რომ მესმის მხოლოდ და მხოლოდ ისევ ჩემი ხმა პირდაპირ ეთერში მიმეორდება და ვერ ვისმენ თქვენ შეფასებას. ჩაუწიეთ ხმას და ტელეფონით მესაუბრეთ, როდესაც დაგვიკავშირდებით. მოусმინოთ მორიგ ზარს, მოგესალმებით. მოგესალმებით გენაცვალე და გილოცავთ შობა ახალ წელს და დღეს საქართველოს ულოცავ და მინდა რომ მშვიდობა იყოს საქართველოში და მსოფლიოში. ძალიან 24 წელს აღნიშნავ არის ძალიან უმძიმესი წელი. ეკონომიურადაც გადაგვეკიდა მთელი ევროპა, გადავიკიდეთ ასე რომ თქვა მთელი ამერიკა. არ იყო საჭირო იმან კობახიძემ რო თქვა შევწყვიტეთო ახლა ეს მოლაპარაკებებიო თავისთავად გაჩერებული იყო ევროპაში შეგვიჩერა 28 წლამდე 2028 წლამდე და რაღაც საჭირო იყო ამის ისა ახსნა განმარტებები და დახილი ახლა ვინ კითხავს კობახიძეს მაგის შეწყვეტას და გახსნას ახლა შეეკითხება ვინმე და ვიტყვი ახლა ეკონომიური პირობები არის ძალიან ცუდი პენსიონერებს 100 ლარი ეკონომიკური წინსვლა თუ აქვს და პირობითად არის ძახიან 100 ლარი როგორ არ გვაღირსა რომ მოემატებიათ ხან 20-ს გადმოგიგდებენ წელიწადში ერთხელ ხან 25 ლარი რა არის საცინად გდება არის ფასები სადგარბის ვერ წამას ვიყიდი ვერ საჭმეს ვიყიდი ვერაფერს ფასები არ არის დარეგულირებული ყველაფერი ძვირი გააჭირდა ცხოვრება გენაცვალე და მუყურებთ ნაციონალებისა და იმის ქოცების ჭიდავსა და ჩხუბს და უბედურებას და მადლობა ღმერთს რომ ახლა მასა ომში არ ჩავერთეთ და ისეთ იმაზე ვარ მისული კატასტროფამდე ალბათ ომშიც ჩავხვდავენ რა ვიცი აბა არ ვიცი ბეტაპერი უმძიმესი წელია და 2025 წელს უშუალოდ რომ მშვიდობა იყოს მაგრამ ძალიან მეშინია ამ მშვიდობის ძალიან მადლობა ზარისთვის, მართლაც მშვიდობა ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანას და ურთულესი წელი იყო ამაშიც ნამდვილად გეთანხმებით როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და ძალიან სწორი აქცენტები გააკეთეთ. ნამდვილად, თუნდაც კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით ამან ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ რა პროცესები გამოიწვია და შეიძლება საერთოდ არ იყო ამის თქმა ახლა მიზანშეწონილი, უკეთესი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, ასე არ გამოსულიყო და ამ თემაზე ღიად არ ესაუბრა და ამას ხედავთ რაც მოყვა მუდმივი დაპირისპირება, მუდმივი გამოსვლები აგერ პროტესტის 30-ე დღეა დღეს და ხედავთ რომ ადამიანებს მოსვენება აქვს დაკარგული სხვადასხვა პოლიტიკური თემებიდან გამომდინარე და ასევე გეთანხმებით იმაში რომ მუდმივად ხედავთ პოლიტიკური პარტიების ერთმანეთში დაპირისპირებას და ჩვენი ქვეყანა შეფერხებულია როგორც ეკონომიკურად ასევე პოლიტიკურად თუნდაც მეზობლებთან გაფუჭებული ურთიერთობით. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ ისაუბრეთ. გამარჯობა. რა თქმა უნდა ძალიან ცუდი მდგომარეობაა როგორც ეკონომიური ისე პოლიტიკური არა მარტო ჩვენთან არამედ მთელ სოფლიოში როცა პარლამენტარს ჩემზე 50-ჯერ მეტი ხელფასი აქვს მარტო და სხვა პრივილეგირებები კიდევ სხვა არის აი იქაც აკითხავი ქალბატონო ლიზი გამიშვი თუ თქვენ საუბრობთ არა გისმენთ ქალბატონო უბრალოდ თქვენ ტელევიზორში უსმენთ ჩემ შეფასებას ძალიან ცუდი მდგომარეობა როცა 50-ჯერ მეტი აქვს შემოსავალი პარლამენტარს ვიდრე მე და სხვა არის კიდე მისი ხარჯები ძალიან გთხოვთ ჩვენცებეთი შეგიძლიათ მოგვითვალეთ რა გვიჭდება ერთი პარლამენტარი ძალიან გთხოვთ ჩვენზე მეტი რით არიან და რა გააკეთეს მეორე
ერთ რამეს ძალიან გთხოვთ, ყველანი დაუფიქრდით. თუ კი გრანტებს გვაძლევენ, ჩვენ ტყუილა არავინ არაფერს არ იძლევა. მერე რაც ითხოვენ ჩვენიდან. ჩვენ ხო მათ მუდმივად თავში გვიყეს, გლანძღეს, როგორც უნდათ ის გასაგებია, მადლობა მოვისმინეთ თქვენი შეფასება და მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, მატყობინებენ რომ რამდენიმე ზარია რომელიც იცდის და უხერხულია ნამდვილად თქვენი შეფასება მოვისმინეთ და მორიგ მაყურებელსაც მივცეთ შესაძლებლობა რომ შემოვიდეს ღია ეთერში. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმები, ისმის ჩემი ხმა? კი ბატონო, გისმენთ ქალბატონო, როგორი წელი იყო 2022? ის უსამართლო მოძალადე და ფაშისტური ევროპა გაუმარჯოს ნეიტრალურ სახელმწიფოთა კავშირს, რომელიც სულ მალე დაარსდება. აი მაშინ აღარ იქნება მსოფლიოში ომები, ყველა დაწყნარდება და ყველაფერი ჩაწყნარდება. 2024 წელი ეკონომიკურად როგორი იყო? რა იყო, არაფერი არ იყო ჩვენ ქვეყანაში ახლა ისეთი აღმავლობა და ისეთი გასაგიჟებელი და ისეთი რა იყო, არავითარი ეკონომიკური აღმავლობას მე დღემდე ვერ ავხედავ. კარგი, მადლობა. მადლობა ზარისთვის. მოусმინოთ კვლავ მორიგ მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს და როგორი წელი იყო როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნისთვის 2024 წელი. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. ღია ეთერში ხართ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, გესმით ჩემი ხმა? ტელევიზორს ჩაუწიეთ რა ხმა და გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ალბათონო, ხელის გულზე გამოუტანა უკრაინას მაიდანმა რა. თირში თუ არ მოიძიება, ხო? საქართველოს უბედურების სიმქას თავისთავად ხარდია და ყველაზე ცუდი რაც მოხდა, ნამდვილად პატრიოტული ძალები, ნამდვილად იგივე კონსერვატიული მოძრაობა, იგივე ქართული იდეა, თუნდაც პატრიოტ ალიანსი. გვერდზე გაწიეს და უყურებთ ამ მასხარების პაექრობას რა. დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის, როგორი წელი იყო თქვენთვის 2024 წელი, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად შეფასება, რომ მოვისმინოთ თქვენი მხრიდან, როგორ აფასებთ ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებს, ასევე და ბუნებრივია რა მოლოდინი გაქვთ 2025 წლის მიმართ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. შეიძლება ვისაუბრო? კი ბატონო, გისმენთ ბატონო. ძალიან კარგი გენოცელი. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ დამდეგი აშრობა ახალი წელი. მე ხლა არ მინდა რომ ისეთნაირად გამოვიდეს, მაგრამ აი ერთი დავფიქრდეთ. ჩვენ აი უბრალოდ აი ზუსტად რო თქვა 300,000 ხმის გაყალბება კი არა. ან 30,000 ხმის გაყალბება, ან თუნდაც 20 ხმის გაყალბებაც რო ყოფილიყო, აი 30 ხმაც რო გაეყალბებინა ჩვენს მთავრობას, რას უდავდნენ იცი დასავლეთი ამ მთავრობას, აი თავის ოჯახებინათ ხორცისაკებ მანქანაში გაატარებდნენ. ანუ ზუსტად ის რეალური შედეგი დადო ამ მთავრობამ, რაც ხალხმა ისურვა და რასაც ხალხი ეთანხმება, გესმის? არ გვინდა გენოცვალის განყოფილება, არ გვინდა ჩვენის რაღაცა ეს საზიზღრობა და აი ეს გესმით ჩემი ხმა, ბოდიში. კი ბატონო, მესმის თქვენი ხმა. მესმის თქვენი ხმა, ისაუბრეთ ბატონო. გაითიშა მე მგონი სამწუხაროდ ზარი გაითიშა, თუმცა მე მესმოდა თქვენი შეფასება და უნდა გაგეგრძელებინათ საუბარი. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ და როგორ აფასებთ 2024 წელს? ალო, გესმით ჩემი ხმა? დიახ, მესმის, ისაუბრეთ თუ შეიძლება. რაც თავარია, იყო მშვიდობა. ალო? დიახ, ისაუბრეთ ბატონო. მშვიდობა იყო, ეს არის ნომერ პირველი. არ გახდა საქართველოს სასაფლაო, რაც დაემართა უკრაინას. ეს არ არის დასაფასებელი? მე გაყალბებაზე გეკითხებით, არ მესმის თქვენი ხმა? გაყალბება კი არა, ეს იყო იდეალური არჩევნები, ბევრ დემოკრატიულ ქვეყანას არ დაესიზმება. მაგრამ რა გინდათ? და თქვენ ახლა ამბობთ, რატო არ ვითარდება, მაგრამ იმდენად არა, რატომ და ეს 4 პარტია, რას უშვება ქვეყანას, რამდენი რესურსი იხარჯება, რამდენი ენერგია იხარჯება ამ გენის გასაჩერებლად და
მაგრამ ეს არის ოცნების ბრალი 12 წელი კარგად დააპურეს ვიტამინებს უკეთებდნენ ყველაფერს და მოაძლიერეს იმის მაგივრად რომ პირველ წელს ამგენის როგორც იტყვიან ნასახი არ დარჩენილიყო განვითარებაც იქნებოდა უკეთესი და ყველაფერი 12 წელი ესე იგი ეგეთი რაღაცა არ გაგონილა თითქოს არავიზი არაფერი არ ყოფილიყოს ისა დადაშაული ტომებია პროკურატურაში წვერიჭას როგორც იტყვიან ყველას აქვს აი რომ მოუჭირო იმ ტომეულს სისხლი გამოუვა იმდენი აქ მაგრამ რა თქინდა 12 წელით და ეხლა იწყება გამოფხიზლება მაგრამ ეხლა რა მინდა მთავარი ვთქვა მთელი მსოფლიო ებძვის საქართველოს აბსოლუტურად ნახევარი მსოფლიო ებძვის ნახევარი გაყუჟულია რომ აქ როგორმე აერიოს მდგომარეობა და ყველამ თავის ნაჭერი მოიჭრას აი ეხლა პირიქით გვერდში უნდა დაუდგეთ მე არა ვარ ოცნების წევრი და არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ ეხლა უნდა დაუდგეთ ოცნებას რომ როგორმე ეს უკაცრავად და ეს გველების ბუდე მოიშოროს. მადლობა ზარისთვის, არ ვიცი ოცნებამ როგორ უნდა მოიშოროს ნაციონალური მოძრაობა, როდესაც თავად ხელს უწყობდა მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს რეალურად თუ მისი მიზანია, ამას შეეძლო ძალიან მარტივად გაეკეთებინა ეს ყველაფერი. ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ არ მოიშორა, არამედ პარლამენტში თუ ჩავთვლით იმას, რომ ისინი თუ შევიდოდნენ მეორე, მესამე, მეოთხე, სწორედ ნაციონალური მოძრაობა და მასთან აფილირებული პოლიტიკური პარტიები იქნებოდნენ სრულად პარლამენტში დღესაც რომ შევიდნენ ეს ადამიანები მივიღებთ იმას რომ იქ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ამიტომ ეს უკვე გამორიცხულია რომ ნაციონალური მოძრაობის მოშორება ვინმეს უნდა ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე რომ ეს ასე არ მიმდინარეობს რაც შეეხება ქვეყანაში მშვიდობა თუ ქვია იმას რომ მუდმივად ცემა ტყეპაშია საზოგადოება მუდმივად აქციებშია ჩვენი ქვეყანა მუდმივად აი ამ დაპირისპირებებში როგორც შიგნით ასევე გარეთ არასახარბიელო ძალიან სავალალო შეშფოთებები და განცხადებები გვესმის ეს ცალკე საკითხია არც ეკონომიკა სამწუხაროდ ყვავის და ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია კარგი ვთქვა 2024 წელზე მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს მოგესალმებით გისმენთ მოგესალმებით ქალბატონო ლიზი დიდი მადლობა თქვენ ამ ობიექტურობისთვის ამ სიმართლისთვის და იმისთვის რომ ჩვენ საზოგადოებას ხალხს გვაძლევთ უფლებას გამოვთქვათ ჩვენი სათქმელი მართლაც ერთადერთი ნათელი წერტილი დარჩა ობიექტივი რომელსაც მთელი წელი მე ვადევნებდი თვალყურს და მადლობა ყველა თქვენს თანამშრომელს გილოცავთ ახალ წელს და შრომას დამდეგს რაც თავარია ახლა რაც შეეხება პოლიტიკურ მდგომარეობას მე ახლა ცოტა ხნის წინ დარეკა ერთმა პატივცემულმა ბატონმა რომელიც მე ხმაზე ვიცანი ეს ჩუღურეთის რაიონში ჩემი მეზობელია ახლა მეც ვიცნობს დარწმუნებული ვარ ის მუშაობს ქართულ ოცნებაში და უბნით აგიტატორია და ხელფასწუხდიან ამის გამო ისინი და აქ ბევრი ასეთი რეკავს როგორც ჩანს ქართულმა ოცნებამ დავალება მისცა თავის ხელფასიან აგიტატორებს რომ ეს არჩევნები გამოაცხადონ როგორც ლეგიტიმური და ბრწყინვალედ ჩატარებული და იმას კი არ ხედავენ რომ გვარამია როგორ არის მეორე პარტია ან ხაზარაძე როგორ არის მეორე პარტია და მესამე და პატრიოტთა ალიანსი რომ ბარიერი არ გადაალახინეს ამას ამართლებენ და აპრავებენ ეს უსამართლო ხალხი უნამუსოები და უსირცხვილოები ქართულმა ოცნებამ სასწინლად გააყალბა ეს არჩევნები რაც არ უნდა აგიტატორებმა რეკონ აქ მაინც სიმართლეა თუნდაც რომ დავუჯეროთ ამ არჩევნების შედეგებს ფაქტის სახეზეა რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი ქართული ოცნების წინააღმდეგია რომც დავუჯეროთ ამ არჩევნების შედეგებს მაგრამ სინამდვილეში ბევრად მეტია 70%-ია მოსახლეობის ამ ქართული ოცნების უკვე ჯალათი უკვე კრიმინალი გამყალბებელი ყველაფერის მიმთვისებელი მატყუარა რეჟიმის წინააღმდეგ ყველაფერში გვატყუებენ ვითომ პატრიოტები ვართო და სინამდვილეში ყველაფერი იგივე გრძელდება რაც იყო იმ ლიბერალურ პერიოდში ქართული ოცნების და ნაცების იბატონო მადლობა შეფასებისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში როგორი იყო 2024 წელი მოვუსმინოთ კვლავ მორიგი მაყურებელი გვერდება პირდაპირ ეთერში ხართ 2024 წელი იყო უმძიმესი და წინა წლებით, მაგრამ 92 წლის განმეორებას ყველაფერი მირჩევნია შვილო და არჩევნები ყუთებამდე გაიყვეს
ამ 4 პარტიამ და ოცნებამ გაიყვეს. შვენივრად გაიყვეს, არ გაყალბებულა, გაიყვეს. ხალხო, მიხვდით მაგათ, მოითათბირეს ეშენ. როგორ დავიჯერო? ალპინბოს მილიონი კაცი გამოყვა 17 ოქტომბერს და ხმა არავინ მიცა. და თქვენ არავინ მოგცათ ხმა. მე არა ვარ თქვენი არ მომჩეველი და არც მაქებარი. მაგრამ ეს ასია, გაიგეთ და როგორ შეიძლება ქალბატონს ეხან გაუთიშეთ რომ რა ასება პარლამენტარს რა ერგება და რისთვის გაგვაგებიეთ და ჯოქს უშარდ ჯოქს არა. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. პარლამენტარის საშუალო ხელფასი დაახლოებით 3,000-3,500 ლარამდე მერყეობს, თუმცა კომიტეტების მიხედვით მათ ემატებათ კიდევ თანამდებობრივი სარგო. ანუ არ გამითიშავს პირველ რიგში ამის თქმა მინდა და ამის დაკონკრეტება მინდა. შეიძლება ზარი გაითიშა, თუმცა მე არ გამითიშავს და რაც შეეხება თუ თანხებში გაინტერესებთ, ეს ასეა. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს 2024 წელი როგორი იყო, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად გისმენთ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, ეხლა გამოვთო, უგაცრავად. გამარჯობათ. კიდევ ანუ სამწუხარო ვარო მე სამწუხარო. ალო. გისმენთ ბატონო. ეკონომიური მდგომარეობა არის სამწუხარო ძალიან რთული. აი ხორეკავს მაყურებელი და უსვენ ახლა თქვენებს და რო იძახიან რა ისახთოვე რა შეხვიდე მაგალითად მე კურნალობ ეს თუ დიაბეტიანი კაცი ვარ 27 ლარი ღირს ერთი წარმოვიდგინეთ 50 წელი ჭხილი რაც მე მინდა რომ გავიძებო შაქარი ანუ ამის რისკა მინდა ის რომ მადლობა ღმერთს რომ ეგეც მაქვს მაგრამ ხალხო გამოფხიზლდით ვის ვაძლევთ ხმას? აი პირდაპირ გეუბნებით ვიღაცებისთვის ხვდებით, ვისთვის? 3 არჩევანია, ხო? ზუსტად მე ედიკა, მე მოდის ნიშა, მე მოდის ეს გრიშა ვიღაცა, ხო? ეს ოცნება, რომ გვაოცნებენ მთელი ცხოვრება. ხალხო, აზე მოდის ხოთ რა. გასაგებია. მადლობა ზარისთვის. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ცოტა დრო გვჩება. როგორი იყო 2024 წელი, გისმენთ? გამარჯობა. როგორ შეაჯამებთ 2024 წელს? პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გისმენთ? აი, რა მაინტერესებს იცით, აი, ყველაფერი კარგად არის რომ ამბობენ გამოდიან ეს ოცნების მომხრეები, კარგად ჩატარდა, ეს მოხდა. აი, პარალელურად გადის რა ხდება, რას უკეთებენ ახალგაზრდებს ერთი ადამიანი დამისახელოთ, ერთი ადამიანი, პოლიციელი, ვინც გაასამართლე. ანუ ასეთი კითხვაც მუსვამთ თქვენ ჟურნალისტები, ან მთავრობას წარმომადგენლებს, ან გეუბნებიან პასუხს, მაინტერესებს ერთად. კი ბატონო, არ არის ასეთი ადამიანი, ვინც გაასამართლეს და მე პირადად მისაუბრია ამ თემაზე. დიახ. კი ბატონო, ხო რა იმაზე საუბრობენ, ან ასეთი კითხვა არ მოდით მას თავში მაგენს კაცო. აი როგორ შეიძლება სამართალზე ისაუბრო 500 ბავშვი არის დასახიჩრებული და ერთადერთი პოლიციელი არ არის გასამართლებული. რომელ სამართალზე ლაპარაკობ, რომელ არჩევნებზე ლაპარაკობ. ფაქტია რომ ასახელზე პირდაპირ. ვერ გავიგე მე ჯერერთი მართლაც რომ რამდენი მომჩეველი ყავს პატრიოტ ალიანს უამრავ რამდენი მისა ჩემო ახლობელმა ხარ რამდენი ვიცი რა დაუჯერებელია რომ ის ვერ გადალახა ეს როგორ შეიძლება როგორც ქვეყნის ეკლესიური ყველანაირად როგორი ხალხია კარგი ხალხი ვინ გვარიანადები აიგო კაცო ამდენი პროცენტი და კარგად არის ყველაფერი კარგად მიდის შვიდობა ვერ გავიგე ამ შვიდობა რო იყოს ამიტომ დამიცოთ ხმა იმას აქვია თქო რომ მოხდა 50 წლებს ვერ გავიგე ამ ხალხის კი ბატონო, მადლობა ზარისთვის, ვისთვის რა არის მშვიდობა, თუმცა ის ნამდვილად არ არის მშვიდობა, რასაც ვხედავთ ჩვენს ქუჩებში, თუ რა ხდება რეალურად ბოლო 30 დღის განმავლობაში, არ ვიცი ვის შეიძლება უხაროდეს ასეთი სურათის ნახვა, როდესაც ახალგაზრდები დასახიჩრებულები არიან, მუდმივად დაკავებები, მუდმივად ქუჩაში გამოსვლებია, თუმცა ეს არ გავს ნამდვილად მშვიდობას, არც ეკონომიკური მდგომარეობა არ არის სახარბიელო, როდესაც ვხედავთ რომ სულ მცირე
მოდიე 7-8 ლარი ღირს ციციბურა და ბრინჯი, რომელიც შეიძლება ყველა ოჯახის არათუ ფუფუნება, არამედ ნებისმიერ ადამიანს სჭირდება სახლში და ნებისმიერ ხანდაზმული იქნება თუ პატარა ბავშვი მას სჭირდება ყოველდღიურად. ამიტომ ამან უნდა დაგვაფიქროს, ამაზე უნდა ვიფიქროთ, ეს არის თუ არა მშვიდობა და როდესაც ვსაუბრობთ რომ ყველაფერი კარგად არის, აი ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ აუცილებლად. ბოლო მაყურებელსაც მოვუსმინოთ და დრო ამოგვეწურა შემდეგ გადაცემის. მოგესალმებით, გისმენთ. ალო. გამარჯობა, გისმენთ. ალო. გისმენთ ბატონო. გისმის შემიხმა. კი ბატონო, ისაუბრეთ. ხალბატონო, მოგესალმებით. ეს არის მატყუარა მთავრობა. აყალიბებენ მონათმფლობელობას. ბანდიტები შეგრული პოლიციასთან სტუდენტებს ქალებს ბავშვებს ცემენ უაზროდ ძალიან მკაცრად ცემენ ეს სიცხვილი რომელი მთავრობაც მოვიდა ხალბატონო ყველა დარჩა რევოლუციის გზით მოსაცილებელი ეს მთავრობა რევოლუციის გარეშე არ წავა აქედან გამორიცხულია ცალი ფეხი აქვენ სასახლეში ცალი ფეხი აქვენ ციხეში მადლობა ზარისთვის რევოლუცია იყო ჩვენს ქვეყანაში და იმედი მაქვს რომ ჩვენ უფრო მეტად გავიზარდეთ და შევძლებთ იმას რომ ამის გარეშე მივაღწიოთ იმას რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულად და სამართლიანად არჩევნები ჩატარდეს მადლობა ზარისთვის მადლობა აქტიურობისთვის ინტერაქტივს ლიზა კვესელოვა უძღვებოდი და მე დროებით გემშვიდობებით სტუდია ნომერი 8-6-ის ნახევარზე კვლავ შემოგერთებით პირდაპირ ეთერში